დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო თემით და ტრადიციას ვაგრძელებთ პრინციპში ჩვენ ყოველ კვირას ნუკა რა ლამაზი ხარ ვაიმე საკო შენ რა ხდება საკო შენს რატო რა პროვო რომელსაც აქვს 40 წლიანი გამოცდილება და საქართველოს მას შეუერთდა და 2006 წლიდან იმ 7 მილიონ მომხმარებელს რომელიც განაწილებულები არიან 40 აი ისეთ დროს ჩამეჭერით ორივეს ძალიან გეტყობათ როგორ გაინტერესებთ ის თემა რომელიც ამ ბლოკში გვექნება ოღონდ სადმე წამიყვანე კარავში დამაძინე ბატონო არის სილამაზეს ფრანკ პროვოს რო ეხება არ ჩერდება მე არა ვარ ამ 7 მილიონში მაინც რო ვიცოდეთ ამ 7 მილიონში მაგრამ მინდა გითხრათ რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება მადლობა მე არ ვიცი აღფრთოვანებულია აი ასე მადლობა ფრანკ პროვოს შეგიძლია განაგრძელოთ ის თემა შენ ძალიან გიყვარს ხო ტრადიციას ვაგრძელებთ რუსკა ჭუმბურიძე ჩვენი ჟურნალისტი ამ კვირაშიც იმყოფებოდა ექსკურსიაზე ხო რა ენაღლება ნამდვილად ის იყო ხევსურეთში თუ აცდები და მოგვიმზადა არაჩვეულებრივი სიუჟეტი მე თემატურად შემოგვიერთდებიან სტუმრები და გავაგრძელებთ საუბარს ლაშქრობებზე და ზოგადად საქართველოს აღმოჩენაზე ასე რომ ჯერ ვნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დაგიბრუნდებით ეს ულამაზესი ადგილი შატილია ციხე კოშკი კი რომელიც ჩემს უკან მდებარეობს ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს დარაჯობდა. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპი ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელია. შატილს ბევრი უცხოელი და ქართველი ტურისტი სტუმრობს, თუმცა უცხოელი ტურისტების რაოდენობა ქართველებისას აღემატება. We actually came here from Omalo. საქართველოში პირველად ვარ. მე და ჩემი მეგობარი ხევსურეთში ომალოდან გადმოვედით. აქედან კი ყაზბეგში ვაპირებთ წასვლას. საქართველოში ძალიან ლამაზი მთებია და კოშკებში მდებარე ორიგინალური საოჯახო სასტუმროები ძალიან მოგვეწონა. We have expected ჩვენ ძალიან გვიყვარს მთა და ლაშქრობა. ამ მხრივ საქართველომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ისევე როგორც ქართველების სტუმართმოყვარეობა. გუშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა სახლში მიგვიპატიჟა და ადგილობრივი არაყი დაგვალევინა, რომელიც რუსულ ვოდკას ბევრად ჯობია. ტურისტული ნაკადიდან გამომდინარე შატილში ყველა სახლში საოჯახო სასტუმროა გახსნილი. თბილი და კეთილგანწყობილი ხევსური დიასახლისები კომფორტულ კოტეჯში ღამეს ოცლარად გაგათევინებენ. უგემრიელესი ხევსურული ხინკალი კი 80 თეთრი დაგიჯდებათ. საოჯახო სასტუმროებს შატილის ციხე კოშკშიც შეხვდებით. საცხოვრებელი პირობები აქაც მისაღები და ხელმისაწვდომია. კოშკიდან ხედი კი თვალის მომჯრელი. ოჯახური სასტუმრო გაკეთებული და ვხებულობ ტურისტებს. რაოდენობა ყოველ სეზონით იზრდება ტურისტებისა. რა თქმა უნდა, ძალიან მოსწოთებს ხარეს უყურეს და ბევრს ვხებულობ. ხევსურეთში ეთნოგრაფიული მუზეუმიც მდებარეობს, რომელიც რაიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. მუზეუმი 2005 წელს სოფელ კოშაში გაიხსნა. მასში ქალისა და მამაკაცის ხევსურული სამოსი, სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, ავეჯი, სპილენძის ჭურჭელი და ფოტომასალაა დაცული, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას ასახავს. ამჟამად კოშკში განთავსებულ მუზეუმში 456 ექსპონატია დაცული, თუმცა მათი რაოდენობა თანდათან იზრდება. ყველაზე ბოლოს 2 დღის თუ 3 დღის უკან ერთმა რჩება მეგობარმა გიორგი ფარესაშვილმა კიდევ რამდენიმე კარგი ექსპონატი შემოწირა, სპილენძის ნაკეთობები და ისე რომ მუზეუმი შეიძლება ყოველ დღე მდიდრდებოდეს. ჩვენ ახლა ანატორის აკლდამებთან ვიმყოფებით. გადმოცემის თანახმად ანატორში ინფექცია გაჩენილა და მთელს სოფელს მოსდებია. რადგან სოფლის მცხოვრებლებს დამარხავი აღარავინ ჰყავდათ, საკუთარი ფეხით მოდიოდნენ აქ და სიკვდილს ელოდნენ. ანატორი პირიქითა ხევსურეთში მდებარეობს. ისტორიული წყაროებით სოფელში, რომელიც მე-18 საუკუნეში ამოწყდა, ძირითადად ცისაურები ცხოვრობდნენ. შატილიდან დაახლოებით 12 კილომეტრში ხევსურეთის კიდევ ერთი ულამაზესი ციხე-ქალაქი მუცო მდებარეობს. მუცოს ადგილობრივები ქაჯეთის ციხესაც უწოდებენ. მუცო პირიქითა ხევსურეთში მდებარე ნასახლარებიდან უძველესია და ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.
დღეისათვის მუცოში 4 საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებლის ნანგრევია შემორჩენილი. მუცო მართლაც საოცრად ჰგავს ვეფხისტყაოსს ან შეახწერილ ქაჯეთის ციხეს. ამბობენ, რომ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების ერთ-ერთმა ავტორმა მიხაიზიჩმა ქაჯეთის ციხეს სწორედ მუცოს ციხის მაგალითზე დახატა. მუცოდან დაახლოებით 2 კილომეტრში ხევსურეთის ულამაზესი სოფელი არდოტი მდებარეობს. საცხოვრებელი პირობების არ ქონის გამო სოფელი მიტოვებულია. სოფელში მდებარე შუა საუკუნეების ციხე-კოშკები კი თითქმის მთლიანად დანგრეული. გადმოცემის თანახმად არდოტში 12 გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. ამჟამად კი 3 ადამიანი ღა შემორჩა, რომელთა შორის ერთ-ერთი ნიკო არდოტელია. ნიკოს ცოლშვილი ბარში ცხოვრობს, რადგან ზამთარში არდოტში ყოფნა სახიფათოა. ურთულეს პირობებია ხევსურეთში ეგეთი მსგავსი პირობები არსად არ არის, როგორც არც ხიდებია, წყალდიდობა იყო წელს, ეს ხიდები სულ წაიღო მდინარემ და რა ვიცი, აიშალა სოფელი, დაინგრა და ფაქტიურად ისე არის საქმე დღესდღეობით მისული, რომ თუ აი საშველი არ გაბოჩდა, ალბათ ეს სოფელი ნასოფლარიც აღარ იქნება ისია. არდოტში 45 ადამიანი მარტო წყალდიდობისგანაა გარდაცვლილი. ნიკოს თქმით, მინიმალური ფინანსური დახმარების შედეგად არდოტელები თავიანთ სოფელს საკუთარი ხელებით აღადგენენ. პირდაპირ ეთერში ხევსურეთიდან პირდაპირ რუსკას მადლობა ამ სიუჟეტისთვის და მე მგონი ნელ-ნელა შემოგვერთებიან სტუმრები, რომელსაც ზაში არიან და ამერიკის ახლა და მითხეს რომ მოვდივარ. უკეთესად დაგვაყვალიანებენ, როგორ უნდა დააბგეგმოთ ჩვენი ლაშქრობები საქართველოს გამარჯობა მობზანდით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თან წარუდგინოთ მაყურებელს ღვთისო ტურძილაძე, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მოდი დაგიჯდები. პრეზიდენტი და გიორგი შაკაია, ასევე მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. დიდი მადლობა მოსვლისთვის. ჩვენ 4-ში ნუკა არის მოლაშქრე. კაი, ლუკა. სად ლაშქრობთ? რატომ ლაშქრობთ? რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს სული რომ შემოგიერთდეთ, როგორ შემოგიერთდეთ? აი ამისთვის გვაქვს დრო, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ ინფორმაცია მივაწოდოთ და ერთგვარი რეკლამაც და წახალისებაც. აბა ჯანმრთელი ცხოვრების წესი. ლუც და სიგარეტ ჯობია რომ იმოგზაურო, მოიკიდო. ესე ვთქვათ, ზურგჩანთა და დალაშქრო საქართველოს, მოდი მოგვიყევით. საიდან გაჩნდა საქმე? თავარი მიზანი სწორედ ეგ არის ჯანსაღი ცხოვრების აგიტაცია ჩვენს ქვეყანაში. ფედერაცია შეიქმნა რამოდენიმე წლის წინ და ამის მიზეზი იყო ის, რომ რაღაც ძალიან ბევრი მოლაშქრე და ასე ვთქვათ მოგზაური ქართველი გახდა ბოლო პერიოდში, რაც ნუ ძალიან კარგია, თუმცა რაღაც ამდენ ხალხს რაღაც რეგულაცია ჭირდებოდა, რაღაც სისტემა, რომელიც შეკრავდა ამ ყველაფერს და სწორედ ამიტომ ბუნებრივი მოთხოვნილება იყო ფედერაციის შექმნა. არის მოლაშქრეთა კლუბები ჩვენთან გაწევრიანებული, რაღაც საუნივერსიტეტო კლუბები, ბევრი ისეთი სამოყვარულო რაღაც მეგობრები იკრიბებიან, მიდიან ხოლმე და ჩვენი ინსტრუქტორები უწევენ რეკომენდაციებს, ეხმარებიან ბევრ რამეში. ფაქტობრივად ყველაფერში, რაც შეეხება ლაშქრობას და ზოგადად სათავგადასავლო ტურიზმს. და მარტო თბილის არ მოიცავს, ხო? პირიქით. არა, თბილისში და ვაკიდან საბურთალოზე დადიან. და საბურთალო თქვენ ყოველთვის არ მიყვებით როგორც თბილისში არსებულ მოყვარულ მოლაშქრეებს არ მოიცავს. ვიხუმრებ, ბუნებრივი ავტორება გავაკეთე, მაგრამ აი თქვათ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა, უნდათ წავიდნენ, თქვათ ქალაქგარეთ გავიდნენ, არ იციან რა ქნან. როგორც წესი გეგმავთ ხოლმე ყოველ შაბათ-კვირეულ ტურებს, რომელიც ესე ვთქვათ ვრცელდება სხვადასხვა გზებით და შეუძლია ნებისმიერ სულს შემოგვიერთეს ჩვენს მიერ დაგეგმილ ტურში, ან მოვიდეს ჯგუფი, აი როგორც თქვენ თქვით, რამდენიმე კაცი და წავიყვანოთ ნებისმიერ ადგილას, სადაც ეს ალბათ ბევრი დადებითი თვისება ექნება ამას, როგორც ლაშქრობას. ზოგადად ლაშქრობას. არა, როგორც ხო ვიცი, რომ კარგი, ანუ უფრო ორგანიზებული იქნება, ხო, რომ მიდიხარ ვიღაცა მიცის გაუგია, გზაგადის, ანუ აი ხო, როგორ არის, საერთოდ ჩვენ ესეთი პროგრამაც გვაქვს, მაგალითად, შეიძლება ჯგუფი იყოს შეკრებილი, რომელსაც უნდა რაღაც ისეთ ცოტა რთულ სალაშქრო მარშრუტზე წასვლა, თავის თქო არ ჭირდება ჩვენი ეს რა ქვია ტური ასე ვთქვათ. ჩვენ გვაქვს უფასო გზამკვლევების პროგრამა, ანუ შეუძლიათ მოვიდეთ ფედერაციაში, გავაყოლებთ ერთ ან ორ ინსტრუქტორს, ვინც საჭირო იქნება იმ კონკრეტული მარშრუტისთვის და წაიყვანონ ეს გამოცდილი ინსტრუქტორი დაეხმარება იქ გზის გაგნებაში, კარვის გაშლაში და ყველაფერში. თქვენ ასევე ურჩევთ რამდენ კარავი როგორი შეიძინოს თუ ახლა დაინტერესდა. ეს არის სწორედ ფუნქცია მთავარი ჩვენი ფედერაციის. რამდენი წევრები არსებობენ თუ აი ეს როგორი არსებობენ წევრები, როგორც ანუ ინდივიდები, ერთეულები, არსებობენ მოლაშქრეთა კლუბები, როგორც ღვთისმ აღნიშნა, დაახლოებით 20-მდე ცოტა მეტი მოლაშქრეთა კლუბი არის, არა მარტო ამ თბილისში, რეგიონებში და
მთელი საქართველოს მასშტაბით ვცდილობთ რომ რაღაც პოპულარიზაცია გაუწიოთ მოგზაურობას ბუნებას და ერთ-ერთმა ასეთმა კლუბმა რაღაცა უნიკალური აღმოჩენასაც კი მიაკვლია რაჭაში. კი, აი უახლოეს ხო, არის ქუთაისის კლუბი თეთნულდი, ძალიან საამაყო ჩემთვის ბიჭები, რომლებიც სულ ახლახანს შეიკრიბნენ. ახლახანს ჩამოყალიბდნენ როგორც ასე ვთქვათ კლუბი. დაიწყეს მოგზაურობა და ესე დასავლეთში პრინციპში ყველაზე ესეთი აქტიური კლუბი არის, რომლებმაც ნუ სრულად შემთხვევით ერთ-ერთ, ნუ აქამდე ცნობილ მღვიმეში, რომელსაც ჯერ არ ვასახელებთ რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო, ასე ვთქვათ უფრო ღრმად შევიდნენ, სადაც რაღაც საოცარი ინტერიერის ეს რაღაც სტალაგმიტები და გამოქვაბული დახვდათ, რომელიც ნამდვილად შთამბეჭდავი არის, ამის ფოტოები გავავრცელეთ ჩვენ და თუმცა არ ამბობთ სად არის, ხო? და ამას თავის მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა, ვიტყვი ძალიან ცოტა ხანში, უბრალოდ იმიტომ რომ რაღაც ასე ვთქვათ არ მოხდეს იმის გაფუჭება იმ ადგილის და მიაწყდეს ბევრი ხალხი. ხო, ნუ ხდება ხოლმე ასეთი რაღაც ქონა პრაქტიკაში და ჯობია რომ თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე. აი კიდე ხდება ის წარწერების გაკეთება, რაღაც არ მჯერა რომ აქ იყო დათო ცოტას ეკა. ხო, იმიტომ რომ აი როგორ არის, ეხლა იმაში აქვე პრომეთეს ღვიმეში მაგალითად აღარ ხდება, იმიტომ რომ დაცული ტერიტორიაა და რაღაც ასე ვთქვათ იცავს იმას კანონმდებლობას და ადამიანებიც კონკრეტულად. შეგნებაც გაიზარდა ამ ხო, ოდნავ ამაღლდა შეგნებაც ეგეც. ოჩხუბის ეკლესიის კედლებზე აღარავინ აღარ წერს, რაც არ უნდა ვთქვათ მოშორებით იდგეს. ნუ ახალი წარწერები აღარ არის ხო? აღარ არის ხო, ეს ოთხმოცი. ბიჭო, იცით რა მაინტერესებს? ზამთარი მოდის, ნელ-ნელა აცივდა და თან საკმაოდ. როგორი ტურები შეიძლება დააგეგმონ? ალბათ გვიყურებენ ახლა ახალგაზრდები, მაგალითად მე ჩემეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ ლაშქრობებში და ბოლოს ვიყავით 2 კვირის წინ ალგეთზე და მეორე დღეს გაგვითოვდა. ძალიან შეგვცივდა და რაღაცა შევშინდი შემდეგ ლაშქრობაში აღარ გავყევი ჩემ მეგობრებს და როგორი ტურები დავგეგმოთ, სად შეიძლება წავიდეთ, რომ ნაკლებად არსებობს ანუ საქართველოში ისეთი ადგილები, როგორც დაცული ასევე არადაცული ტერიტორიები, სადაც შეგვიძლია ზამთარში და ნებისმიერ სეზონზე ვილაშქროთ, ესე ვთქვათ. თავარია სწორად შევარჩიოთ ეს ადგილი, აღჭურვილობა გქონდეს შესაბამისი და ასე შემდეგ. აი აღჭურვილობაზეც ვილაპარაკოთ, ახლა აინტერესებთ ახალგაზრდებს, რა უნდა გეცვას, რა უნდა გქონდეს თან, როგორ უნდა იყოს მომზადებული. ძირითადი სალაშქრო აღჭურვილობა არის კარავი, საძილე ტომარა და ქვეშაგები ლეები, ესე ქვია ქართულად. პარალონი, ეგრეთ წოდებული პარალონი. ეს არის ესე ვთქვათ ძირითადი, ნუ რა თქმა უნდა, მაღალძირიანი ფეხსაცმელი, რომელთაც ადვილად გადავადგილდებით ესე ვთქვათ ტყეში და ესეთ ზედაპირზე. დანარჩენი პრინციპში ესეთი მარტივი ლაშქრობისთვის მეტი აუცილებელი პრინციპში არც არაფერი. ხო, ნუ ფანარი და რაღაც ასეთი დეტალები რაც საჭირო არის. და ჩანთაც მე მგონი სპეციალური რომელიც სალაშქრო ჩანთა რომელსაც სიმძიმეს ნაკლებად გრძნობ, არ გაწובה წონა და შესაბამისად უფრო ადვილია გადაადგილება. ეს ზამთრის სეზონზე მინდა მე ერთი რაღაც დავამატო. პრინციპში ჩვენ ეს საერთოდ სალაშქრო სეზონს ეს ოფიციალურად ხსნით ხოლმე. ეს არის აპრილის პირველ რიცხვებში. სხვათა შორის შანშან ვიყავით თქვენი სტუმრები, გიორგი სიგუა იყო მაშინ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და გავხსენით ისე მასშტაბური გამოვიდა ხო, იმიტომ რომ 500-მდე ადამიანი დაესწრო, დიდი ბანაკი იყო თავის კონცერტით, რაღაც სხვადასხვა ექსტრემალური ატრაქციონები რაღაცები და წელს უფრო მაგრად ვფიქრობთ რომ ეს გავხსნათ. ანუ სეზონი იმის თქმა მინდა რომ სეზონი ზამთარში პრინციპში ნაკლებად არის უფრო გამოცდილი მოლაშქრეები დადიან ხოლმე და ეს არა მოყვარული ისე მოგზაურები. კვირას ამისთვის რაღაც ხუიწყება. ხო, ამისთვის გვაქვს ჩვენ ზამთრის ბანაკი, რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს არის, ცხეთასთან, არმაზამდე არ მისული. მტკვარზე არის კუნძულზე განთავსებული ეს ბანაკი, სადაც მოხვედრის ერთადერთი გზა არის ბეწვის ხიდი, რომელიც საცალფეხო ხიდი გადადის ამ მტკვარზე. არის ესეთი კომფორტული კოტეჯები და იქაც ანალოგიური რაღაც დიდი ბანაკი იქნება, შემეცნებითი ბევრი ლექციები, ეს გასართობი ღონისძიებები, მუსიკა. მაგალითად 8-ში არის გახსნის ღონისძიება, ანუ 8-ში ნებისმიერ დროს უკვე შეუძლია ნებისმიერ სურვილს ჩამოვიდეს, სადაც ჩვენი მეგობრები დაუკრავენ ძალიან კარგ გემოვნებიან მუსიკას. კონცერტიც იქნება. კონცერტიც იქნება და ნუ 8-ის მერე უკვე 3 თვე გაგრძელდება. ღვთისმო მინდა გთხოვო რომ თუ თქვათ თბილისი გავიგე, თქვათ რეგიონში თუ ცხოვრობ
როგორ მივაგნო ადგილობრივ კლუბს. ალბათ თქვენ საიტზე უნდა შევიდეთ. ესეც ჩვენი საიტიდანაც არის შესაძლებელი. ფედერაციას რამოდენიმე წარმომადგენლობა ყავს, ანუ ჩვენი წარმომადგენლობა არის ბათუმში, ქუთაისში, კასპში და ახალქალაქში. ანუ ამ ქალაქებში შესაძლებელია თქვენი HikeG NHFG. და Facebook-ზე ალბათ იქნება. Facebook-ზე შეუძლიათ ნახონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია ქართული ასოებით, სადაც პრინციპში სოციალური ქსელი უფრო აქტიურია ხოლმე ვიდრე საიტი და სადაც ამომწურავი ინფორმაცია. კი, იქ უფრო მეტ ინფორმაციას მიიღება. რაღაც კონკურსები გაქვთ ხოლმე, შიგნით საუკეთესო ფოტო ან რაღაც ისეთი თუ კი, მსგავსი წამახალისებელი, ესე ვთქვათ, გასართობი ისინიც გვაქვს ხოლმე შიგადაში. და რაღაცა ესე თქვენ საინტერესოა მე თქვენს გვერდზე ვიყავი, ბევრი ისეთი ფოტო ვნახე, მართლა გამიკვირდა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ახალგაზრდა და სასიხარულოა, რომ ეს ხალხი ხო არა, ძალიან გაიზარდა რაღაც, თითქოს პოპულარული გახდა ამ ბოლო პერიოდში, ძალიან გვიხარია. სხვადასხვა ესეთი მიმართულებებიც დაინერგა, მაგალითად ერთი ყველაზე ესეთი გამორჩეული რაც მინდა ჩემი მხრიდან, ჩემთვის რაც არის სკოლებში ლაშქრობის პოპულარიზაციის პროგრამა, ანუ ვცდილობთ რომ სკოლებში ესეთი ტრადიციული ექსკურსიების ნაცვლად ლაშქრობები დავნერგოთ, იმიტომ რომ გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ხო, იმიტომ რომ ეს პროცესი დაწყებულია უკვე. ხო, დაწყებული რამოდენიმე სკოლაში შევქმნით უკვე ეს მოლაშქრეთა კლუბი. აქტიურობენ საკმაოდ, ნუ უფრო ზაფხული სეზონზე. ალბათ უფრო მაღალია კლასები, ხო? მე-7 კლასი. მე-7 კლასიდან იმის ნაცვლად რომ მაგალითად ავტობუსში ჩასხდნენ და აპუნქტი და ბ-პუნქტამდე მივიდნენ რაღაცას შეხედონ და წამოვიდნენ უკან დატოვონ შობლები ქეიფობენ ამის დროს შემეცნებით უფრო ღრმად ეცნობიან თავის იმ კულტურულ ძეგლს თუნდაც რაც იქ არის ან ზოგი საერთოდ ისეთ ადგილასა სადაც ავტობუსით ვერ მიდიხარ გაცილებით რომ საინტერესო ადგილებია და ერთმანეთთან ჯანსაღი კომუნიკაცია აქვს საღამოს კოცოთან რომ დაждდებიან და იქ რაღაც საუბრები მიდის ეს გაცილებით უფრო კარგი არის მოსწავლისთვის ვიდრე რაღაც ის ტრადიციული ექსკურსია და ну ამიტომ სკოლის ჯგუფის ინსტრუქტორი მიყვება რა ჩვენი ინსტრუქტორი აუცილებლად მიყვება ამას ეს ჩვეულებრივი მომენტია ჭირდება თავის წესები აქვს საერთოდ ლაშქრობის ჯგუფის გადაადგილებას მაგალითად მინიმუმ 3 ინსტრუქტორი ჭირდება წინ ვინც მიუძღვის გზირი ასე ვთქვათ ჩამკეტი ბოლო წევრი და შუაში ერთი გამონაწილებელი ეს 3 აკონტროლებს თელს 3 სალაშქრო ჯგუფს იმიტომ რომ იქ არ მოხდეს რაღაც ისეთი ფორს მაჟორი რაღაც შეიძლება ცუდი შედეგი ამ რაც დავნერგეთ ესე ვთქვათ ეს პრაქტიკა ამის შემდეგ ფაქტორად არ არსებობს ამ დაკარგულთან რაღაც ჯგუფის შეფერხების გზები ჩვენიდან გამომდინარე. ამ ჯგუფში არ მონაწილეობს მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეები, ხო? ანუ რამდენიმე სკოლა შეიძლება რაღაც თვითონ ქმნიან ამ ყველაფერს. მე თვითონ ვეიზდებიან ინსტრუქტორებად, თვითონ განაგრძობენ ამ ყველაფერს, მაგრამ აი რაღაც დაუშვათ სხვა სკოლასთან ერთად რაღაც ტანდემს აწყობენ, სადაც რაღაც ხელოვნების ბანაკს გააკეთებენ. ამ ყველაფერში ვეხმარებით და თვითონ იმსად კარგი იდეებს გვთავაზობენ ხოლმე, რომ მე ჩვენს ძალიან გვიადვილდება. მაგალითად დაგიკავშირდათ დღევანდელი გადაცემის შემდეგ თქვათ რომელიმე სკოლის მასწავლებელი გთხოვათ რომ მინდა რომ ბავშვები შემდეგ თქვათ რომ გამოზაფხულდება თუნდაც ან ძალიან აცივდება ვაპირებ წასვლას და ეს ალბათ რაღაც ხარჯთან იქნება დაკავშირებული ხომ და ყველა ბავშვს ალბათ ჯერჯერობით არ აქვს ხო იცი როგორ არის ეს ჩვეულებრივი მომენტი ის არის ანუ თუ გაქვთ ესეთ საწყობში რომ დაეხმაროთ დროებით ათხოვოთ სალაშქრო აღჭურვილობას ჩვენ ვეხმარებით საძილეტო მარად არავინ და რაც ჭირდება ლაშქრობის ყველაფერს მიუცემთ მაგრამ აქ არის მეორე მომენტი რაღაც ნუ ტრანსპორტირების და კვების ხარჯები რაც ნუ ისედაც ექსკურსიაზე თვითონ იღებენ ხოლმე ასე ვთქვათ და იგივე და შეიძლება უფრო იაფი დაჯდეს 2 დღიანი გასვლა ასე ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენ არაკომერციული ორგანიზაცია ვართ უბრალოდ ლაშქრობის პოპულარიზაციაზე უცხოელ ტურისტებზე როგორ გაქვთ საქმე? ნუ შედარებით ნაკლებად მუშაობთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი თავარი მიზანი არის შიდა ტურიზმის საქართველოში განმოვითაროთ ესე ვთქვათ ეს. არ მე დარწმუნებული ვარ მე ხა ნუ აი გაჩენილი მეგობარი უფრო კიდე რაღაც სხვა სიმდიდრეა ხო? ერთმანეთთან მეგობრდებიან შეიძლება ვთქვათ მივიდეთ მე და შენ და შენი მეგობრები და გაიცნო ესეთი ხალხი რომ აღმოაჩინო ესეთი ადამიანები რომ დავასწავლე მოკლედ დროში ისე კარგად იცნობ რომ რაღაც თითქოს დიდი ხანია დიდი პერიოდი განმავლობაში კარავში ერთად გატარება თითქმის ქალაქში ერთი კვირის ურთიერთობას უდრის რა ესეთი სხვანაირი და მძაფრი შეგრძნებები არის მე მაინტერესებს მარკირებებზე თუ არის და ბევრი თუა ესეთი ტურები სადაც მარკირებულია გზები
ჩვენ ძირითადად ვირჩევთ ხოლმე ისეთ ტურებს, სადაც ჩვენი თუნდა გავკვალოთ გზა და ცოტა სახიფათოა, მაგრამ ამას რაღაცა თავისი ექსტრემი და სიამოვნება ახლოს, მაგრამ არიან ჯგუფები, ვისაც ურჩევნიათ, რომ ზუსტად იცოდნენ სად მიდიან და რა გზას მიყვანს. და ესეც, ანუ უკეთესია ვიცოდეთ, უკეთესია მარკირებული იყოს ბილიკი და იქ ესე ვთქვათ, გავაკეთოთ ლაშქრობა. და არის ეს მარკირებები ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში აი დაცულ ტერიტორიებზე არის მაგალითად ყველგან მარკირებები, რაღაც ადგილებში არის, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო მეტია საჭირო, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ბილიკი სპორტის ახალგაზრდულ სამინისტროს. ეს როგორ არის, აი მარკირების პროცესი ცოტა ესეთი რთული მომენტი არის. აი ხა მაგალითად რამოდენიმე თვეში უკვე კასპის გამგეობა ფინანსებს, როგორც იქნა რაღაც მოვიპოვით ამის ფინანსები, იქ არის ერთი კარგი მარშრუტი, ასე ვთქვათ, დაცული ტერიტორიაც არ არის, მაგრამ ახლოს არის დაცულ ტერიტორიასთან და ნუ აუცილებელია მარკირება, იმიტომ რომ რამოდენიმე შემთხვევა მოხდა წელს და ნუ ამას ვაკეთებ ჩვენი, ასე ვთქვათ, იმითი რა. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ან ტურიზმთან რა ისა მოლაპარაკების საკითხია, რომ დაგეხმარონ ჩაერთონ, იმიტომ თავარი ჯამთელი ახალგაზრდა ნიშნავს, რომ სახელმწიფო შემდეგ უკვე აღარ იხდის მისი შერყეული ჯანმრთელობის ფასს. აქვე კითხავთ საფინანსებასთან დაკავშირებით, საიდან ფინანსდებით, როგორ აგროვებთ ამ შარშან გავაფორმეთ ჩვენ მემორანდუმი ტურიზმის ადმინისტრაციასთან. იმის მერე ნუ რამოდენიმე ესეთი ერთობლივი მასშტაბური პროექტი ქონდა, მაგალითად აგვისტოში ტარდება ხოლმე მოლაშქრეთა ფესტივალი, იმაზე ტობავარჩხილის ტბებზე სამეგრელოში, ძალიან მაგარი ადგილი არის. ყოველწლიურად ორმაგდება რაოდენობა იმ ხალხის, ვინც ამ ფესტივალს ესწრება ხოლმე. რა ეს არის რაღაც აი ამ ყველა კლუბის ერთად თავმოყრის საშუალება, ასე ვთქვათ და ტურიზმი? ტურიზმის ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სამინისტრო? ხო და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ნუ გვაქვს რაღაც მოლაპარაკებები ამ მხრივ, რომ შემდეგი სეზონიდან, აპრილიდან დავიწყოთ უკვე რაღაც აქტიურად ბევრი ჯამრთელი მოქალაქე ნიშნავს და დაზოგილ ბიუჯეტს სახელმწიფოსთვის, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ არ გჭირდება მკურნალობა და იქვე თუ წიგსაც კითხულობ. სულიერ წიგნებს სანტა ესპერესთან ერთად კი ვარიგებ და ასე მოკლედ იხსნება კვირას გაქვთ ეს ღონისძიება. სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესის ესეთი ძალიან დიდი აგიტაცია წავა, მე ესე ვფიქრობ, სადაც შეეძლებათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ, ძალიან მაგარი დრო გაატარონ. დამწყებებსაც ხო, იმიტომ რომ აქ არის ამის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ რაღაც მოვემზადოთ სალაშქრო სეზონისთვის. აქ ვისწავლოთ ლაშქრობა, ვისწავლოთ იქვე არმაზის ციხეზე გავალთ, ნუ იქ ჩვენი ინსტრუქტორები აუხსნენ, მაგრამ გარდა ამისა საღამოს მუსიკა, დიჯეი, ანუ ყველანაირი საშუალება იქნება იმისა, რომ რაღაც მოწყდე აი ამ რუტინულ ცხოვრებას და გაატარო ძალიან მაგარი დრო. შემეცნება ერთად. რამდენ ხანს გაგრძელდება? 3 თვე გაგრძელდება. 3 თვის განმავლობაში. მე გემშვიდობებით ყველას, დიდი მადლობა. სწრაფად ჩავეჭერე რეკლამის გვარი მოგეხსენებათ. და შემდეგ სამშაბათს არ ვიქნები. მივდივარ ღონისძიებაზე მაგრამ რაღაცა ფორმით იქნება. სალაშქროდ მივდივარ და შეიძლება Skype-ით ჩაგერთოთ ლაშქრობიდან. დიდი იმედი. მაგრამ ციგნებს გიტოვებთ და შეგამოწმებთ ინტერნეტში. ნახავთ, ხოლმე ნახავთ ინტერნეტში. დავალება მიგდივართ. მადლობა, წარმატებებს დიდი მადლობა. ბახას ვებშიდობებით, შემდეგ სამშაბათამდე სამშაბათი შენს გარეშე ვერ წარმოგვიდგენი, ასე როგორ მე უნდა ჩაგვერთო ახლა იქ. აქ ვარ, თქვენი ვარ, როგორც კიდე დამასაკს. მარტო. ბოლო ბლოკის გრჩებათ და აბა თქვენიცით და მადლობა ყურადღებისთვის. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით ჩვენ აუცილებლად.